მე ძალიან კარგად მგონი უკვე დაგვითხვა და ძალიან კარგი განწყობა იგრძნობა როგორც ასევე სახლებში, გარეთ და ძალიან მიხარია ეს მხიარული და მშვიდობიანი. განწყობა მეტად. კარგ განწყობაზე არიან, როცა ამინდი ხელს გვიწყობს, როცა კოსმოსი ხელს გვიწყობს. რაც ყველაზე მთავარია ჩვენთვის. კი ბატონო, და როგორი კვირა გველოდება, ძალიან მნიშვნელოვანია. მე მგონია რომ მეტნაკლებად ჰარმონიულს უნდა ველოდოთ. ამიტომ რა ხდება ცისკაბადონზე? საუბრის დროს ჩვენ ვთქვით რომ მეტნაკლებად ჰარმონიული კვირა გქონდათ და შენ მაშინ მკითხე მომდევნო კვირა ალბათ უკეთესი იქნებაო და კი შედარებით უკეთესი ნამდვილად გვექნება მეთქი, თუმცა რაღაცა კვირელია. ეხლა ბოლომდე რომ ყველაფერი ჰარმონიულად იყოს, ესე არ არის, მაგრამ მთლიანობაში ძირითადად კვირა არის მშვენიერი, კარგი და ამაზე ჩვენ დაწვრილებით ვისაუბროთ. იცით როგორ არის ფაქტიურად ამ კვირის მანძილზე ხვილი ესეთი ასტრონომიული, გნებავთ ასტროლოგიური მოვლენები თითქმის მინიმუმზეა დასული. იმიტომ რომ სულ გვაქვს ორი მოვლენა ეს არის 11 რიცხვში, ესე ზუსტი როცა ხდება იმ დღეებს ვასახელებს, თორე რასაკვირველია ამ ასპექტის ტენდენციები გაცილებით ადრე იწყება და კიდევ გრძელდება ხოლმე. ამასაც გეტყვით, 11 რიცხვში მერკური აკეთებს ჰარმონიულ ასპექტს პლანეტა პლუტონთან. თუმცა ესე იგი როგორც უკვე აღნიშნეთ, ეს ასპექტი უკვე დიდი ხანია მუშაობს 26 მაისიდან და იმუშავებს მთელი 16 ივნისის ჩათვლით. ესე იგი ნახე რამხელა პერიოდს მოიცავს. უბრალოდ 11-ში ეს იქნება აბსოლუტურად ზუსტი საქმე რაშია ეს ჰარმონიული ასპექტი რომელიც ვახსენეთ, ეს არის ტრიგონი და ტრიგონის შუალედი არის 120 გრადუსი. აი ზუსტ ამ 120 გრადუსზე რომ მივა ეს დაემთხოვა 11 რიცხვს. ეხლა რა არის მერკური? მერკური არის ჩვენი გონება, ჩვენი ინფორმაციის აღქმის უნარი, შემეცნების უნარი, კონტაქტები, მისვლა, მოსვლა, საბუთები, საჭირო რაღაცა დოკუმენტები, აი ეს გახლავთ მერკური. მერკური ჰარმონიულ ასპექტს აკეთებს პლანეტა პლუტონთან. პლუტონი არის დიდი ინტუიცია, ძალაუფლება და ბევრი სხვა პრობლემური ნაწილებიც აბარია, მაგრამ ამ შემთხვევაში ჰარმონიულ კონტექსტში უნდა განვიხილოთ შესაბამისად. აი ეხლა მერკურისა და პლუტონის ასპექტი ჰარმონიული ტრინი იძლევა იმის შესაძლებლობებს, რომ ჩვენი გონება ძალიან გამახვილდეს და შეიძლება ითქვას, რომ შერლოკ ჰოლმსაც კი შეშურდეს ისეთი მნიშვნელოვანი დეტალების, აქ უკვე იცი რა არის სიღრმისეულად ჩასვლის საკითხში, სიღრმისეულად ჩასვლის საშუალება გვეძლევა. ეს 12-ვე ნიშნისთვის იქნება. აბსოლუტურად 12-ვე ნიშნისთვის მეტნაკლებად ეს გამოხატული იქნება, თუმცა ვინაიდან პლანეტები განლაგებულები არიან თხის რქისა და კუროს ზოდიაქოში, ადამიანებისათვის, რომლებსაც მზეები თხის რქით მზით ესე იგი ჰოროსკოპით რომ ამბობთ ხოლმე ხო უბრალოდ ჰოროსკოპით თუ თქვენ ხართ ან კურო ან თხის რქა თქვენ ეს პირდაპირ გეხებათ და ასევე ძალიან კარგად შეუძლიათ გამოიყენოთ
შეგიძლიათ გამოიყენოთ თუ ხართ ვთქვათ თევზები, ან ხართ მორიელი, ან ხართ ქალწული, ესეც მიწის ნიშნებისათვისაც და ესე დანარჩენი მიწის ნიშნებისათვის და წყლის ნიშნებისთვის ეს სასურველი ასპექტია, ასევე კირჩხიბი არ გამოგჩეს, კირჩხიბის წყლის ნიშანი, ანუ ჰაერი და ცეცხლი მაინდამაინც ამ ასპექტის გამოყენება შეიძლება რაღაც გარკვეული დოზით შეიძლება წააგდეთ, ოღონდ იმ შემთხვევაში თუ პირად რუკაში აი მერკურის და პლუტონს აქვთ ერთმანეთთან შეხება, ანუ ასპექტი გააჩნიათ. ნებისმიერი ასპექტი, იქნება ეს დაძაბული ასპექტი, იქნება ეს ჰარმონიული ასპექტი, მოგცემს მაინც შესაძლებლობას, რომ გამოვიყენოთ ჩვენთვის სასიკეთო და კონკრეტულად გონებრივი შესაძლებლობები ვახსენეთ. ასევე შეიძლება იყოს რაღაც არის რისი გარკვევაც გვიჭირდა ვთქვათ, ხო? ან ათვისება გვიჭირდა საგნის, რაღაც გვეძნელებოდა, გვერთულებოდა ბავშვებს ვთქვათ, სწავლაში ან სტუდენტებს, ხო? ან დასმულ ადამიანებსაც შეიძლება რაღაცის შესწავლის აუცილებლობა აქვს და ვერ ძლევენ თემას. აი ეს პერიოდი ნებისმიერი რთული თემის დასაძლევად გონებრივი შესაძლებლობები იზრდება მეთქი და ძალიან კარგია. შეგიძლიათ ამოიცნოთ რაღაცა საიდუმლო. ანუ ინტუიცია დაიზრდება. ამოიცნოთ რაღაცა როგორც ინტუიციური ნაწილი იზრდება, ასევე ლოგიკაც იზრდება. იმიტომ რომ პრაგმატული ისინი არა ქვია, ნიშნებია კუროც და თხის რქაც და ესეთი ლოგიკური სწორხაზოვანი აზროვნებაც მუშაობს და ვინაიდან თვითონ პლუტონი არის წყლის სტიქიის წარმომადგენელი და მორიელები მოგეხსენებათ მაღალი ინტუიციით გამოირჩევიან, ეს მორიელების მმართველი პლანეტაა და შესაბამისად აი ამ ინტუიციურ მიგნებებსაც იძლევა. გარდა ამისა, ეს მერკური როგორც ვთქვით არის დოკუმენტები, საბუთები და გარკვეული თვალსაზრისით შეიძლება რომ ეს პერიოდი გამოვიყენოთ რაღაცა საბუთების და დოკუმენტების მოსაგვარებლად, თუ რაღაცაზე ხელის მოწერაა საჭირო, თუ რაღაცა განაცხადის შეტანაა საჭირო, თუ რაღაც საბუთის აღებაა საჭირო და ანუ მსგავსი რაღაც საკითხები შეიძლება რომ კარგად მოგვარდეს. ვინაიდან და რადგანაც აი ეს მაინც მერკური მხოლოდ ის არ არის, რა ქვიან, უბრალოდ საბუთები და დოკუმენტები, ეს არის საუბარი, ურთიერთობა, კომუნიკაცია, ხო? და პლუტონი ძალაუფლება. შეგიძლიათ რომ ძალაუფლების მქონე ადამიანებს მიმართოთ თქვენთვის სასიკეთოდ რაღაცა საკითხების მოსაგვარებლად. ესე იგი მშვენიერი პერიოდია, ხო, პრინციპი. გადასარევი გამოდის მართლაც. კიდევ რა შეუძლია აი ამ ასპექტს მოიტანოს? ძალიან მრავალფეროვანი შესაძლებლობები მოაქვს სხვათა შორის მინდა გითხრათ. კიდევ შეგიძლიათ აი ეს ცოტა მაინდამაინც ისეთ კაი რაღაცას ვერ ვამბობ, შეიძლება ვიღაცამ თქვას უყურერეებს გვასწავლისო, მაგრამ რატომაც არა. რომ შეგიძლიათ რომ თქვენი აზრი ან თქვენი პოზიცია ცოტათი ისეთი სუბუქი манипуლირების გზით ადამიანებს მოახვიოთ თავზე და თქვენს სასიკეთოდ გადმოხაროთ. ოღონდაც ერთია რომ ესე მოტყუების გზით არა, მყარი არგუმენტების გზით. პლუტონი ძალიან მძიმეწონიანი რამ გახლავთ, ამას სჭირდება სერიოზული ესეთი დავდე არგუმენტი, რასაც იტყვიან და თუ ეს არგუმენტი მართლა დასაბუთებული და სწორად მიწოდებული იქნება, თქვენ შეძლებთ რომ თანამოსაუბრე, რომელიც სხვა დროს შეიძლება სულაც კრიჭაში გიდგებოდათ და თქვენს ოპონენტს წარმოადგენდა მუდმივად, გადმოიბიროთ და თქვენს დომინანტი იყავით მოკლედ, თავისუფლად შეგიძლიათ. ხო, ესეთი ძალიან კარგი შესაძლებლობები მოაქვს ამ ასპექტს. პრობლემური ნაწილი, რაც შეიძლება ამას ახლდეს, ეს არის რადგან ეს გადაადგილებასთან და ტრანსპორტთან არის დაკავშირებული, ეს არის
საცობები, რომელიც ისედაც არ გვაკლია და მოკლედ პლანეტებიც არ გვწირავენ ამ თვალსაზრისით და ხელს გვიწყობენ რომ საცობები მუდმივად გქონდეს. და კიდევ ერთი უნდა ითქვას, რომ ეს არის შესაძლებლობა, რომ რაღაცა სიტყვით ანუ ვერბალური აფირმაციების მეშვეობით, წარმოსახვის მეშვეობით, ხო, გაუშვათ სამყაროში რაღაც კარგი, დადებითი და აი ამ პერიოდში 16 ივნისის ჩათვლით მივიღოთ შედეგები. ან ყოველ შემთხვევაში 11-ში მაინც ეცადეთ რომ ეს იყოს უშუალოდ 11-ში ვინაიდან ასპექტი არის ზუსტი 11-ში და ну, რაღაცა დადებით ჩაიფიქროთ, ოღონდაც ეს გუნებაში არა, მხოლოდ ეს უნდა დაიწეროს, ან ხმამაღლა ითქვას, ანუ დაფიქსირდეს რაღაცნაირად. აზრი კი ძალიან კარგია, მაგრამ ჯობია რომ კონდეს წერილობითი ფორმა, ან უბრალოდ ხმამაღლა. ну, არ არის აუცილებელი რომ მოგისმენოს, მაგრამ ხმამაღლა თქვენთვის ხმამაღლა გააჟღეროთ ეს ფრაზა და წარმოთქვათ ეს ფრაზა. მომდევნო დღეს 12-ში ასევე მთელი კვირა თითქმის არ არის დატვირთული. ну, იქ მთვარე რაღაცა თავის წრულ ასპექტებს აკეთებს, რა საკვირველია, იმიტომ რომ მთვარე ძალიან სწრაფად მოძრაობს და იქ სხვადასხვა ასპექტები, სხვადასხვა პლანეტებთან პრობლემურიც და ნეგატიურიც დგება, თუმცა მთვარეს არ შეუძლია ხოლმე რაღაც მოვლენების შექმნა, როგორც წესი, მთვარე უფრო ჩვენს ბუნება განწყობაზე მოქმედებს, რომ კაი ხასიათზე დავდექი, ცუდ ხასიათზე დავდექი, რაღაცა მომინდა, რაღაცა არ მომინდა, თქო, ან შეიძლება ძილი გამიტყდეს თუ პრობლემურია მთვარე ღამის საათებში და ესე. უფრო მნიშვნელოვანი არის ხოლმე შემდგომ უკვე სხვა პლანეტები დაწყებული მერკურიდან და უკვე რა თქმა უნდა პლუტონის ჩათვლით. და აი ესე ვენერა 12-ში ურანთან აკეთებს შეერთებას. ზუსტი ასპექტი არის 12-ში, თორემ როგორც გითხარით, ესეც ადრიდან იწყება და დაახლოებით აი ესევე 16-15 რიცხვის ჩათვლით ეს ასპექტი ძალაშია. ეხლა უყურეთ მათთვის, ვისაც აი ამ ტერიტორიაზე, კუროს ტერიტორიაზე, მე-17 გრადუსზე, სადაც ეს შეერთება ზუსტი ხდება, რამე ყავთ, გინდა იყოთ კურო და გინდა არ იყოთ კურო, თქვენთვის ამას ზეგავლენა და მნიშვნელობა ექნება. თუ პირად რუკა შეამოწმეთ, თუ იცით სად რა ყავთ, გაქვთ თქვენი პირადი რუკა, თქვენი ხელით აგებული თუ ასტროლოგის შედგენილი, ჩაიხედეთ, ნახეთ, რომ ყავთ თუ არა კუროს მე-17 გრადუსზე რაიმე. თავისთავად ეს კუროებისთვის ძალიან აქტუალური თემა იქნება, რაზედაც ჩვენ ახლა ვისაუბრებთ და ასევე მნიშვნელოვანი იქნება მერწყულებისათვის, ვინაიდან აი აქ მონაწილეობს პლანეტა ურანი, რომელიც მერწყულის ნიშნის მმართველია და მერწყულებს განკარგავს. ეხლა ერთი კიდევ პატარა ძალიან საინტერესო დეტალი, რომ აი ამ ორი პლანეტის შეერთებას აქ ემატება კიდევ ეგრეთ წოდებული კარმული კვანძის შეერთება. და აგვიხსენით ხოლმე. ეხლა მოდით ავხსნათ რა არის კარმული კვანძი, საინტერესო. კარმული კვანძი არ არის პლანეტა. კარმული კვანძი არის გამოთვლითი წერტილი, ეს ფიქსირებული რაღაცა მონაკვეთი ეკლიპტიკაზე, უბრალოდ მთვარის და დედამიწის ეკლიპტიკა სადაც გადარკვეთს ერთმანეთს, ეს ორი ელიფსი ერთმანეთს რო გადაკვეთს, ორ წერტილს ღებულობთ, ორივეს კარმული დანიშნულება აქვს, ერთს ქვია აღმავალი კვანძი, მეორეს ქვია დაღმავალი კვანძი. აღმავალი კვანძი ჩვენ ადრე ვისაუბრეთ, შეიძლება არც გახსოვდეს, აღმავალი კვანძი რომ კუროში მოგზაურობს ახლა და დაღმავალი მორიელში და მორიელებს ცოტა პრობლემები შეექმნება, თქო გავაფრთხილეთ ჩვენი მსმენელი და მაყურებელი. და ნუ აი ზუსტად აი ამ კარმულ კვანძზე ვსაუბრობთ. კარმული რას ნიშნავს კარმული? ვიღაცა შეიძლება გაეცინოს კარმა არ არის კიდე რაღაცა, ხო? გამაცხელებელი. არა ბატონო, ეს არის ჩვენი ცხოვრების მიზანშედეგობრივი უკავშირი, ესე იგი, გავაკეთეთ კარგი, მოვიდა ჩემთან სიკეთე. გავაკეთეთ ცუდი, მოვიდა ჩემთან რაღაცა პრობლემა. აი ამ კარმულ კვანძს
თან, ანუ ცხოვრებისეული სიკეთისა და ვალების და მადლის გაცემის შედეგად რაც მოდის ჩვენთან, ხო ეს ხო ჩორულებრივი ამბავია, ყველას ცხოვრებაში რაღაცა გაგვიფუჭები ან გაგვიკეთებია, იმის შედეგებს ვიმკით, ხო? აი ეს კარმული კვანძი მოდის შეერთებაში ამ ორ პლანეტასთან. ეხლა მოდით დავფიქრდეთ. კარმული კვანძი, კარმა, ბედი, რაღაცა, განგება გიგზავნის სპეციალურად შენ კონკრეტულად, აი, ვთქვათ, კვანძას უგზავნის რაღაცას სასიკეთოს. იმიტომ რომ მან ეს გავლილი ცხოვრების მანძილზე დაიმსახურა. როდესაც ხო უნდა მოხდეს ეს? დიახ. აი, ზუსტად მაშინ, როდესაც კარმული კვანძი უერთდება პლანეტა ვენერას. ნუ, ამ შემთხვევაში რა შეიძლება ამან გამოიწვიოს? ვენერა რას განაგებს? სასიყვარულო ურთიერთობებს და პირად შემოსავლებს. ანუ თუ შენს რუკაში აქტიურია აი ეს კუროს მე-17 გრადუსი, ან უბრალოდ კურო ხარ, ან უბრალოდ მერწყული ხარ, დიდი ალბათობით შეიძლება რომ აი ამ პერიოდში რაღაც სამყარო მინიშნება მოქცეს, ეს იყოს შენ ცხოვრებაში შემოსული ადამიანის სახით, თქვათ, ან შეიძლება უკვე არსებულ ურთიერთობაში რაღაცა მნიშვნელოვანი ძვრა მოხდეს და აი ამ ძვრამ მიგანიშნოს რომ ეს ურთიერთობა თურმე რაოდენ მნიშვნელოვანი ყოფილა და ახალ საფეხურზე გადავიდეს, თქვათ, ან სამწუხაროდ შეიძლება პირიქით პრობლემური აღმოჩნდეს და თქვენ ადამიანებმა რომ არ გვინდა ერთმანეთი, იმიტომ რომ გააჩნია ვინ რა გაუშვა სამყაროში და როგორი სახით უბრუნდება მერე უკან, ხო? ნამდვილად გეთახმებით. სერიოზული ნაბიჯებისთვის არის სწორედ აი ეს პერიოდი. ამიტომ აი ესე ვთქვათ რომ ცალსახად კარგი თემაა, შეერთებებს ორგვარი ხასიათი აქვთ, ესე იგი შეიძლება იყვნენ პრობლემურიც და შეიძლება იყვნენ დადებითიც. აი არიან ჰარმონიული ცალსახად ასპექტები, არიან პრობლემური ასპექტები, შეერთებები არც ჰარმონიულს და არც პრობლემულს ესე გამოკვეთით რომ ვთქვათ რომ ისინი ან ნეგატიური ან დადებითია, ესე ვერ. ამ შემთხვევაში მაინც დადებითია, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ნუ ვისთვისაც ვისაც სიკეთეა გაკეთებული, იმათთვის დადებითია. ვისაც ვთქვათ რაღაცა ზურგს უკან რაღაცები აქვს თავიანთი ცოდვები ასე. მე მგონი უნდა იცოდნენ ისედაც რომ რაღაცა იქნება. პრობლემა აი შეიძლება ზუსტად ამ პერიოდში ამოყოს ამ პრობლემებმა თავი. ეხლა კიდევ რადგან აქ ურანზეა საუბარი. ურანი მოულოდნელობის პლანეტაა და შეიძლება ადამიანი რაღაცა მხრიდან თქვა იგივე პრობლემას რაღაცა მხრიდან ელოდებოდეს რომ აი მე კი როგორ აი ნახე რა თქვა ვაიმე ესა მაგაფუჭებული და ურანს ესეთი რამე არ ახასიათებს. ურანი იქიდან გირტყავს რომელ მხარესაც ვერ გაიხსენებ ხო აი მოულოდნელობის პლანეტაა. თუმცა ურანსაც აქვს თავისი დადებითი მხარე, ეს არის მეგობრები, ეს არის ტოლერანტობა, ეს არის რაღაც ორიგინალური, განსხვავებული, საინტერესო, ახალი და ზუსტად აი ახალის თემიდან თუ გამოვალთ, ვენერასა და ურანის შეერთება შეიძლება იყოს ახალი ფინანსური წყარო. ძალიან კარგი საინტერესოა ნამდვილად. ახალი შეყვარებული ბატონო. ან ურთიერთობის ახალ საფეხურზე გადასვლა. აქ შეიძლება იყოს ურთიერთობაში ახალი ნოტის შემოტანა და რაღაც ორიგინალური, ახლა ვთქვათ, მამაკაცმა მოინდომა, რომ თავის პარტნიორს რაღაცა საასიამოვნო სურპრიზი მოუწყოს. გაითვალისწინეთ მამაკაცებო. კაცებო თქვენს გასაგონად ვამბობ. ხო, ისე ქალებსაც არ აწყენდათ რომ თავიანთ მამაკაც პარტნიორებს რაღაცა კარგი სასიამოვნო სურპრიზი მოუწყონ. პრობლემური არა, სასიამოვნო სურპრიზი. იმიტომ სურპრიზს რო ვახსენებ, ზოგიერთს ეშინია ხოლმე. ვაიმე სურპრიზები არ მიყვარს. რატო არ გიყვარს? გააჩნია ხარ ვინ გიკეთებს და რა სურპრიზი? მართლაც. ხო, ესე იგი აი ესეთი შესაძლებლობა გვაქვს კიდევ რომ აი ამ პერიოდში ვენერასა და ურანის შეერთების პერიოდში ამ განსაკუთრებით ესე იგი 11, 12, 13 რიცხვები იქნება აქტუალური, რომ ჩვენ შეგვიძლია ახალი ესე იგი მოვიფიქროთ რაღაცა ახალი თემა, ახალი ფინანსური წყარო შევცვალოთ, ძველი შევცვალოთ ახლით.
კიდევ ურანი არის თანამოაზრეები, ურანი არის კოლექტივი, ურანი არის მეგობრები და შესაძლოა თქვენ კი არ მოგივიდეთ თავში აზრი, არამედ კოლექტივში წარმოიქმნას ახალი რაღაცა თემა, ან ხო, ურანი კიდევ გრანტებიც არის. აი თქვათ ამ პერიოდში შეიძლება ვისაც აქვს თქვათ სურვილი რომ რაღაცა გრანტზე წარადგინოს თავისი პროექტი, ხო? აი შვენიერი დრო არის. მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, კვირა საკმაოდ კარგ შესაძლებლობებს იძლევა, მე ვფიქრობ და რატომაც არა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობები ჩვენ სასარგებლოდ. საოცარი კვირა გველოდება, იმიტომ რომ თუ მოვინდომებთ, მართლაც არის პატარა ნიუანსები, როგორც თქვენ აღნიშნეთ ხათო, მაგრამ მაინც დადებითად მოვიაზრებ მე პირადად ამ კვირას, ამიტომ გამოიყენონ ეს არაჩვეულებრივი კვირა. მინდა ვთქვა, რომ მეგობრებო, არც თუ ისე ხშირად გვაქვს ხოლმე სამწუხაროდ ცხოვრება ასეთია, არც თუ ისე ხშირად გვაქვს ხოლმე ასეთი გამონათებები თაზე და გარშემო საკმაოდ დაძაბული ატმოსფეროა და ჩვენ თვითონაც უნდა ვეცადოთ რომ ცხოვრება გაველამაზოთ, რაღაცა სასიამოვნო სურპრიზები მოუწყოთ ერთმანეთს მით უმეტეს იქიდანაც კარგნახობენ რომ მიდით როგორც ქალბატონების მამაკაცები აქტიურეთ მოკლედ თქვენი კვირაა და გამოიყენეთ ეს შანსი იმისთვის რომ იყოთ ბედნიერები ამინდით ხელს გისწყობთ ვარსკვლავებიც აი ესე კარგ და სასიამოვნოდ გვიწინას წარმოეწყველებენ რომ მოინდომეთ და ყველაფერი კარგად იქნება ამიტომ ეს კვირა თქვენია სხვა რაღა უნდა ვთქვათ